ძმებო დებო მოგესალმებით დიდება უფალს შეგვეციოს უფალი მამაზეციერები. Αλλά ბევრი ცინის ზოგს გონია ეს არ არის მართალიო და სამწუხაროდ ზოგს ძილი არ აქვს, ზოგს მადა არ აქვს, ზოგს ნერვები აწუხებს, კი არიან ასე დავდომილები სამწუხაროდ. მე ყველას მოგიწოდებთ ახალი აღთქმის ბიბლია ყველაზე მეტი არის გაყიდული დედამიწაზე როგორც წიგნი. ალბათ ყველა ოჯახში არის და ბევრ ოჯახს უდევს ეს წიგნი და წანაკითხიც არ აქვს ბარო ორ მამაკაც. იქნება იმ ოჯახში დარდი დაწუხილი, რა თქმა უნდა. კაც ბევრი არის სამწუხაროდ ასეთი ადამიანი საქართველოში ბიბლია წაკითხული რო არ აქვს ახალი აღთქმა. კი ზედაპირულად ბევრმა იცის. ამიტომ მათი მცნება, მაგრამ თავარი წიგნი წანაკითხი არ აქვს და არ არის ეს კარგი საქმე. გავაგზავნოთ ჩვენს მებოდადებო სახარება ბიბლიაში ვკითხულობთ სახარება გვაქვს ჩვენ. სახარება დღეს გვაქვს თავი მე-18 სახარება იოანესი და გავაგზავნოთ ამ სახარების შემეცნება. გიამბობთ თქვენ ვინც იცის ახალი აღთქმა, იმისთვის საინტერესო იქნება ამის გაგონება და ვინც არ იცის ძალიან გთხოვთ ნერვები და თუ გაწუხებთ რაღაცა სულიერი ან ძილი არ გაქვთ ან რაღაცა აიღეთ ეს წიგნი და დაიწყეთ კითხვა და გიშველეთ ეს აუცილებლად. კარგად მეყოლეთ. გიამბობთ. თავი მე-18 სახარება იოანესი. ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებთან ერთად გავიდა კედრონის ხევს გაღმა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები. კედრონის ხევში იყო ბაღი, ეს იმ ბაღზე არის საუბარი, სადაც დაადგება მას იუდა ისკარიოტელი და რო წაიყვანენ სინედრიონზე. მერე აი ეს ამბები ეხლა ამ თავ მე-18-ში. იცოდა იუდამაც მისმა გამცემმა ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავრებთა და ფარისეველთა მსახურნი და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებით და საჭურველით. ბევრი დაადგენ თავზე. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა მათ, ვის ეძებთ? გადაუდგა წინ ამდენ ხალხს თავად მარტო პირადად. ვის ეძებთ? მიუგეს მას იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ, მე ვარ. ხოლო იუდას მისი გამცემი მათთან იდგა. და როცა უთხრა მათ მე ვარო, იესო მე ვარ, როცა უთხრა მათ მე ვარო, უკუიქცნენ და მიწაზე დაემხნენ. კვლავ კითხა მათ, ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს, იესო ნაზორეველს. მიუგო იესომ, აკი გითხარით? მე ვარ მეთქი, თუ მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ, რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც თქვა, მათგან რომელიც მომეცი მე არ დამიღუპავს, არც ერთი. თავის მოწაფეებზე არის საუბარი. ხოლო სიმონ პეტრეს ჰქონდა მახვილი, იშიშვლა და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა, ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს, ჩააგე მახვილი ქარქაში, ნუ თუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მომცა მე მამამ. მაშინ მეომრებმა და 1000-თავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი და მიიყვანეს ჯერ ანანიასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც იყო მღვდელმთავარი იმ წელიწადს. ხოლო ეს კაიაფა იყო ის, ვინც ურჩია იუდევლებს, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისათვისო. მისდევდა იესო სიმონ პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. პეტრე კი გარეთ იდგა ჭიშკართან. გამოვიდა მეორე მოწაფე, რომელიც მღვდელმთავრის ნაცნობი იყო. რაღაც უთხრა მეკარე ქალს და შეიყვანა პეტრე. ხოლო მეკარე ქალმა უთხრა პეტრეს, განა შენც
ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? და მან თქვა პეტრემ, არა ვარ. მღვდელმთავართა მონები და მსახურნი იდგნენ და რა კი ციოდა, ცეცხლი დაენთოთ და თფებოდნენ. პეტრეს მათთან იყო და თფებოდა. ხოლო მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მისი მოწაფეებისა და მისი მოძღვრებისათვის. დიდება უფალს. ეხლა ეს გავაგზელებს მეგობრად. დაათა სისტემა და ხოლო მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მისი მოწაფეებისა და მისი მოძღვრებისათვის. მიუგო მას იესომ, მე აშკარად ლაპარაკობდი ქვეყანას. მარადჟამ ვასწავლიდი სინაგოგებსა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან იკრიბებოდნენ იუდეველნი და ფარულად არა მithქვამს რა. მე რატომ მეკითხები? მსმენელებს კითხე, რას ვეუბნებოდი მათ? აჰა, ამათ იციან, რასაც ვამბობდი. და ყველა თანსრებმა, ყველა ხალხმა იცოდა, რას ვაკეთებდი, რას ვასწავლედი, სასწაულებს ჩავიდენდი თუ არაო და მე რაღაცო მეკითხები, მაგასო თვითონ ხალხმა ხო გითხრა ეს იესოს პასუხი არის ამ მღვდელმთავრისთვის. მე რას მეკითხები, დიახ, ეს რომ თქვა, ერთმა იქვე მდგომა მსახურმა სილა გააწნა იესოს და უთხრა, ასე მიუგებ მღვდელმთავარს? უთხრა მას იესომ, თუ ცუდად თქვი, მიჩვენე ცუდი და თუ კარგად, რატომ მცემ მე? მაშინ ანნამ შეყრული გაუგზავნა იგი კაიაფა მღვდელმთავარს. ხოლო სიმონ პეტრე იდგა და თფებოდა და უთხრეს მას, განა შენს მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა, არა ვარ. მღვდელმთავრის ერთმა მონამ იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას, განა მასთან ერთად არ დაგინახე ბაღში. და კვლავ უარყო პეტრემ და მყისვე იყივლა მამალმა. ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში, რათა არ შებილწულიყვნენ, რომ შესძლებოდათ პასექის ჭამა. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა, რასასდებთ ბრალს ამ კაცს? მიუგეს და უთხრეს მას, ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, შენ როდი გადმოგცემდით? იესო მიუყვანეს პილატეს და ეს რომ ბოროტი არ იყოს, შენთან ხო არ მოვიდოდით, ხო არ მოგიყვანდით? უთხრა მათ პილატემ, წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდევლებმა მიუგეს მას, ჩვენ უფლება არ აგვაქვს ვინმე მოუკლათ. უკვე გამზადებული ყავდათ. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მოუმტარიყო. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, მოუხმო იესოს და უთხრა მას, შენ ახარ იუდეველთა მეფე? მიუგო მას იესო, შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე, იუდეველთა მეფე ვარ. მიუგო პილატემ, განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი, რა ჩაიდინე? მიუგო იესო, ჩემი მეუფება არ არის ამ ქვეყნიური რომ იყოს ჩემი მეუფება, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ რომ ხელში არ ჩავარდნოდი იუდეველებს, მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამ ქვეყნიური. უთხრა მას პილატემ, მას შენ მეფე ხარ? მიუგო იესომ, შენ ამბობ რომ მეფე ვარ, იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვევლინე ქვეყანა, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინ ჭეშმარიტებისაგან არის, ისმენს ჩემს ხმას. უთხრა მას პილატემ, რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ, პილატე გავიდა ისევ იუდეველებთან, მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექის დროს,
თუ გინდათ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს, მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს, ეგ კი არა, არამედ ბარაბა, ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო. მებოდადებო, აღარ გავაგზავნებ, ახლა ამით დამთავრდა. მე-18 თავი და ერთი თავით ვიკმარებ დღევანდელ დღეს და ძალიან თოთ ყველას მოუწოდეთ ხალხს რომ იკითხონ ახალი აღთქმა ბიბლია, ყველა მოუდევთ სახლებში ადამიანებს რა, ეს აუცილებელია, მით უმეტეს ქართველი ადამიანისთვის სავალდებულოა ამის ზონა. აბა გაგაძლიეროთ უფალმა მადლობა გამჩენებას ყველაფრისთვის, დროებით მიყვარხართ სიყვარულით გვეტარებიოს ჩვენი ცხოვრება და რიდით და პატივით დროებით მებოდადებო.